დაბლა ჯავიხედავ ხომშვიდობაო. ბიჭო იყო მართლა არ ვიცოდი ორბიში ქვევით ეგეთი ამბები თუ იყო. აი მოცეკვავე გამახსენე. ანუ არა პერსპექტიულია დაანებეთ თავი ამ ყველაფერს. გამოხდა მაინც ვიღაცა ძიშოვი ლანძღა თათხა მე გადავედი Facebook-ზე გამარჯვებთ მაყურებელს მის საყოლებელი პოდკასტი დაბრუნდა 2026 წელი არის და დღეს ჩვენი სტუმარი არის ნინა თედეევა. გამარჯობა, მოგესალმებით. გილოცავთ ახალ წელს, ბრავლს დაესწარით და მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა რომ აიტანე ის რომ შუქი წავიდა და თავიდან წერთ მოგესალმებას და ყველაფერს საერთოდ. კიდევ ვიტყვი რომ მსგავს პოდკასტში ვარ პირველად. აჰა, არ მიიწვი ეს იქ და აი იყოს ახლა ეს რა მოხსოვს პოდკასტში? მახარას და კალას ურთიერთობა ხო არა? თავიდან რომ ვიბაზროთ ყველაფერი. გულწრფელობა მომწონს. ხო. და მგონია რომ მაგის გამოა კარგი გულწრფელი არ არის გულწრფელები. ამათ როგორ არის იცინებენ ერთმანეთს რა არის? არა, კაცში ხო ვითომ რაღაცა ძალიან აი მეგობრულად არიან და როგორც კი ქათი არის, ეგრევე გადიან და ვაფშე არ მჯერა. აღარ უყვართ ერთმანეთი. აქ რო ჩავსვათ, რა უქნათ? ის რა ქვია, რაც ჩავწერეთ შუქის წასვლამდე. ეგ voice გაუშვათ ახლა და ჩვენ პირს ავაყოლებთ. ფონოგრამა გავაკეთოთ. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ ვისაუბრეთ დაახლოებით 15-20 სანამ შუქი წავიდოდა და წაგვეშალა მთლიანად დასალა კამერებიდან. სანამ შუქი იყო წასული, მიხვდებოდით ვინ მოიხსენიეთ ძალიან თბილად და თბილად. გემრიელად გულით და სულით. მოკითხვები აქედან თელმიკოს. თელი გულით და სულით. და ოპერატორს რომელსაც ლალიმ დაურეკა, შუქი წავიდაო და როდის მოვაო. იმანოთ ხო არ ვიცი. არა, შუქი მოვიდა და ხო არ წავაო ის. არა, ეგ ხო მანამდე რო დაურეკა როდის მოვაო. ხო იმან ხო უთხრა რომ არ ვიციო. საათნახევარში, მაქსიმუმ საათნახევარში. არა, იყო ეგ ინფო, კი. აი მაშინ GVP-ში დაურეკა. ყველა იყო. GVP-ში დაურეკა გენიალური იყო. და მეორედ გადაურეკა და ბოდიში მოუხადა რომ გადაეცით იმას რომ ცუდად ვეხუმრეო. მაგრამ კარგი ხუმრობა. ლალი არის სასწაული ადამიანი. სასწაული. როგორი ლამაზია, სურმუხტის თვალივით. ვაიმე. ნუ დღეს სხვათაშორის თამაში რომელიც გვაქვს წაგვიკითხავს და ხმასაც გავიგებთ ლალის როგორი ელეგანტური ხმა აქვს. კი ბატონო. არ შემიძლია არ დაგითხრა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ წაიშალა ეს კითხვები, მე მაინც უნდა ვიკითხო მნიშვნელოვანი, რაც არის საახალწლო ცეკვასთან დაკავშირებით მაინტერესებს. შენთვის რა არის საახალწლო ცეკვა? ანუ როგორია? ყველაზე ისეთი საახალწლო ცეკვა, აი ყველაზე ბანალური საახალწლო ცეკვა ხო მიხდი? ანუ 1 2 3 4 5 6 7 8 ძალიან იჭიერი ხარ. აი ის რა ქვია, მე სულ მაინტერესებს 8-მდე რატო ითვლით სულ? იმიტომ რომ აი 1-2-3-4-5-8 ერთო ქართული იქნება ლათინო ამერიკული ვამბობ ხოლმე რომ ყველაზე კარგად ვიცით 1 2 3 აი 8-მდე თვა შანსი არ არის რომ შემიშალოს 4 5 წერან ჩემი აზრით 1 2 1-მდეც ვერ დაითვალე როგორც მახსოვს მე სწორად იმიტომ რომ 5-ის მაგივრად 0 და 5 თქვა ხო ისეთი ხო და 8-მდე ესეთი თამამი არ ვიქნებოდი მაინც მაგრამ პასუხს მაინც ველოდები 8-მდე რატო არის ეგ ყველაფერი 1 2 3 4 1 2 3 4 ხო შეიძლება იყოს ან რაღაცა სხვა მაგიზიანებს ის კატეგორია რომ აგრძელებს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ანუ მე როგორ არის 1 2 3 4 5 7 1 2 3 ხო და ეგ არის მარტივი სათქმელია 9 12 ეხლა თვა შეიცვალა რა ბუკაკა რაღაცებში მაგას იმუშავეთ ხოლმე რა ისო ბოდიში რო გავიმეოროთ ქორეოგრაფებს გვაქვს ეგენა რომ ხშირ შემთხვევაში თვლა რო გვეზარება მღერით რა ოღონდ ჩვენი მართლა ვამბობ ხო წაიმღერე რო იგინოთ თუ შეიძლება არა მე არ ვიღინებ მაგრამ აი მოძრაობის ახსნის დროს არის ისეთი ენა რომ აი ამ როგორ გითხრათ ახლა რა თქმა უნდა რაც გავიგე წაიმღერე გვინდა კა აი ეგ არის კა იყო ის ჯობია როცა სად 1 2 3 4 5 6 7 8 სად ბუკაკა არა კაია კი მაგრას პროცესმენა უნდა გქონდეს რა სმენა არ მაქვს სამწუხაროდ ეს გამიკეთე
უღრმესი მადლობა მეგობრებო რომ გვიყურებთ ჯერ კიდევ და როგორც ხვდებით იმ 15 წუთში რაც წაიშალა ძალიან ბევრი დავლიეთ მოვასწარით მაგრამ ხო სანამ გავაგზელებთ მინდა გითხრათ რომ ჩვენი წარდგენი არის ჩიპსი ლუდისა ნატურალური ქართული ჩიპსი ასევე ჩვენს გვერდით არის ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და ჩვენი სპონსორი ალკოსფერო რომელიც ზრუნავს ასევე ჩვენს განწყობაზე და უღრმესი მადლობა ყველა ჩვენს სპონსორს არასწორად გამოაცხადეს სახელი და გვერდზე ან ნიკა თადეევა თადეევა არა თადეევა რა არის და წევენ ვიტანოს გვარს მიმახინჯებენ დებილია თადეევა არა უში დებილი ყავს ეს ყავი ნახე კარმით დაგიბრუნდა არა მე ვიცი კაცო ის რა ქვია ოსურში ტყეს არ ხმარობენ ზოგადად რა ხო არ შეგეშალაში შემა ეს მაგივრად თქვია გონი ბევრი დავლიეთ წერან ამბობდი რომ რაღაც ტრანსიო და რაღაც ეგეთი კომენტარები ყოფილაო სადღაც კი 2 წელი მეძახდნენ ზუსტად 2 წელი იყო ბულინგი ჩემზე და მე რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში იცი რა დავღვენდი და დავიხვეწე და მე ნიკა გახდა ნინა ხვდებით ხო კი ეხლა ხუმრობ მაგრამ იმ პერიოდში მართლა მოქმედებდა ჩემზე და ძალიან წინდა მაგრამ ეხლა მინდა გითხრათ რომ გამარჯობა მე ნინა ვარ თარანიკა მოგესალმებით მეგობრებო ეგ ეხლა ჩვენ ხუმრობთ რეალურად მაგრამ მართლა ამიგორეს 2 წლის განმავლობაში ვიყავ ეგონა ხალხს რომ ვიყავი ტრანსი მართლა და იყო აი საშინელი აი რა ხდებოდა ვერ აგიხწერთ მართლა მე ვარ ძალიან ფეთქებადი რა თუ ძალიან რაღაცა აი წითელ ხაზს გადაცდა მე უკვე ჭედავ ხო არა მესმის ძალიან კარგად არიან კატეგორია რომ აიცი რა უნდა გაატარო რა აი კრიტიკაც აი შავი პიარიც პიარია თუ რაღაცა ხა მე შენ როცა შეურაცხყოფას მაყენებ ოღონდ პიროვნულად და მე გადადიხარ რაღაც სხვა დეტალებზე ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ თავს ვერ დაგიხრი და ვერ გეტყვი რომ იცი რა გააგრძელე ანუ ძალიან მარტივად შემიძლია რომ არა იგნორი უნდა გააკეთო უბრალოდ იგნორი კი იგნორი კარგია უპასუხოთ უნდა დატოვა ყველაფერი იმიტომ რომ ეხა შენ თუ იმის ლეველამდე ხვედი მე რაღა მოგიყვანს მაგრამ არის რაღაცები ჩემთვის არის ზომიერება ყველა საკითხში რომ რაღაცებს გავატარებ მაგრამ რაღაცებს ვერ გავატარებ და ნუ კი მესმის ამ შემთხვევაში ეს გავატარე ხო და ანუ უბრალოდ მაგრამ ნუ დრო დამჭირდა სხვათა შორის რომ გამეტარებინა იმიტომ რომ აი რაღაცა 2 წლის განმავლობაში როცა გიმეორებენ რომ იცი რა აი რაღაცა ტრანსი ხარ რაღაცა უხეში სახე გაქვს რაღაც რა გინდა არ გინდა გეფიქრება შენ შეიძლება ისეთ ანუ მე ყოველ შემთხვევაში ღმერთს მადლობა მართლა ისეთ გარემოცვაში ვარ და ისეთი მეგობრები მყავს რომ მეუნებიან რომ აი დაიკიდე რა აი ოკეია ყველაფერი მაგრამ აი მაინც გინდა არ გინდა აი იქნება აი რაღაცა რა მაინც გეფიქრება ოდნავ, მაგრამ გავატარეთ რა უკვე. არ უნდა გეფიქრება. კაი არა მაგერამ. არა, კი არ გაატარო. აგინე ყველას, ვინც გიწევს მაგას აგინე. და всё დაიკიდე რა. აი მაგას ვამბობ, აი ხა fake account-ებით ვინც წერდა და მიწერდა, მაგას ვერ მიაქცა ყურადღებას, მაგრამ არიან კატეგორია, რომლებიც თავიანთი account-ებით ვინც არიან რეალურად, აი გაყენება მე არასდროს ჩემს ცხოვრებაში კომენტარი უარყოფითი არ დამიწერია თუ ვინმე ან რამე არ მომწონს ანუ დაბლოკე ასკროლე ისე გააკეთე რომ აღარ ამოგივარდეს ხო ანუ რატო ვერ ვიგებ ანუ მართლა ვერასდროს ვერ გავიგებ ალბათ მაგას რა იმიტომ რომ ბოროტი ხალხით არის ავსე ჩვენი ქვეყანა გუნდიშას აგინეს ცოტა ხნის წინ იმის გამო რომ ძალიან კაი მოწდება ქონდა რომ მანქანიდან მოისვრით როდესაც ხორცილია და აგინეს და ახურეს თავზე იმის გამო რომ ჯერ ეგეთი ხუმრობით თქვა რომ BMW თქვი ხო ხო BMW ეს ეძახი აი ნახე მაგასაც გააჩნია ხუმრობასაც გააჩნია შენი სტილის ხუმრობა გაქვს მე ჩემი სტილის ხუმრობა გაქვს მაგრამ რეალურად შეიძლება მაყურებელმა საერთოდ სხვანაირად გაიგოს და ანუ გაიგოს რა და გადაწყვიტოს რომ აი იმან რადგან ვერ გაიგო სხვაც ვერ გაიგებს ანუ ეგ არის TikTok-ზე ხდება ხოლმე ხშირად, როდესაც გაცოცხლებული შოუდან არის ამოჭრილი ხუმრობები და ანუ ხო ერთი 80 კომენტარი პირობითად ყველას ჰაჰაჰა რა кай იყო რაღაცა და ვიღაცა ერთს საერთოდ არ მეცინებ. აი არ გეცინებ გააჯვი, აი აცქროლე რა TikTok-ია. დაბლოკე, ანუ აი რატო ხარჯავ დროს, ანუ წარმოიდგინე ერთხელ ცხოვრობ და ეგეთი რო ხარო
იცი იმისთვის, რომ სხვა გააკრიტიკო. ოღონდ შენ ღმერთმა იცის რა პირობებში ცხოვრობ, რა ხარ, როგორი ხარ. ეგეთი რაღაც ზოგადად რაღაც ხუმრობას რომ გაცოცხლებულზე ამბობდი, რაღაცები ხო არ მოხვდა იდეაში და გაცოცხლებულის TikTok-ზე რო ვდებთ ხოლმე, TikTok-ზე უფრო ხშირია ხოლმე რა იდეაში ეგეთ რაღაცები, რომ ვიდეოს რომელსაც ამოუჭრით, ერთი ხუმრობა და ერთი კითხვა და მე ბიჭები რო ხუმრობენ რამოდენიმეჯერ. ჩამოყვები, ძალიან ბევრი კომენტარი შეიძლება ქონდეს 100, 200, 500 რავი რაღაცის და 1, 2, 3 კომენტარი, ფუ ამაზე როგორ გეცინებათ, ფუ ის რაღაც. ბიჭო ხოლმე მიხვდე რაღაც მომენტში, რომ ანუ კი არ არის ყოველთვის გადამწყვეტი ის რომ მასა რაღაცას იძახის ეგ მართალი იყოს შეიძლება ერთეული ადამიანის მართალი იყოს მაგრამ 100 კაცს რო ეცინება რაღაცაზე значит მოდი შენ უნდა დაფიქრდე ოდნავ ის ხო არ არის რა ისინი ხო არ არიან მართლები და არა შენ არ ეცინება ნუ ეცინება იუმორი არის უნივერსალური ანუ არ შეიძლება რაღაცაზე რა გეცი როგორი მაღალფარდოვანი სიტყვა ვაპარაკობს. ხედავ რა პირობებში მიწევს მუშაობა, რომ რაღაც ზვიტყვი და აჯიკა. რა არ მოგეცოდი? ამას რაზე გაგახსოვრებ? აჯიკა. უნივერსალურზე გამეცინე. უნივერსალური არ მithქვავს, უნივერსალური. მომენტ, ანუ აი შეგიძლია რომ ასკროლო, მაგრამ არა შედიხარ და წერ უარყოფით რაღაცას. ანუ უბრალოდ დრო გაქვს ძალიან ბევრი თავისუფალი და ატომღაც გადაწყვეტე რომ ფლანგავ იმაში რომ ადამიანი გააკრიტიკო მარტო იმის გამო რომ თვითონ უსწორდება რასაც აკეთებს. ეს TikTok-ი დასახურია ვარ. Facebook-ი ჩემთვის ყველაზე ტოქსიკურია. შეიძლება ვაფშე იპრეჩა ადამიანს გაგინოს. ერთი ვიდეო მომპარეს TikTok-იდან და არეკორდეს და დადეს Facebook-ზე. მე ხალხი მლანძღავდა და იყო რაღაც იუმორის თემატიკის ვიდეო და აი საოცარი სიტყვებით მომიხსენიეს ჩემი ტატუები, ჩემი გარეგნობა გავარდა საოცრად, ანუ მეც როგორი მაღალფარდოვანი სიტყვებით ვლაპარაკობ, ღმერთო ჩემო, საოცარი და ანუ რაღაცა მილიონამდე ნახვა მქონდა და დავაწერე ვიდეოს ქვევით, რომ ეს ვიდეო არავინ არ აიღოს, დაუკითხავთ თქო და გამოხდა მაინც ვიღაცა ძიშოვი ლანძღა თათხა მე გადავედი Facebook-ზე და ანუ აი შენ ლანძღე მე ლანძღე და ნუ კომენტარებში შევედი და ყველას მადლობა გადაუხადე რომ მეთქი ხავს თუმცა როგორ უყვარვარ და ყველაზე ანუ რომ დავაკვირდი ამ კომენტარებს რაზე მლანძღავდნენ იცი რომ რას გავხარო ანუ ტატუები იყო თემა ყველაფერში და მივხვდი რომ ვერასდროს და არასდროს არ ვერ მივიღებთ მაგას რა ადამიანს შეიძლება ტატუები ქონდეს ხო საშინელებაა რა ეგრე იქნება ყოველთვის აიცი რა ძალიან კარგი გოგო ხარ მაგრამ აი ტატუები რო არ გქონდეს უფრო კარგი გოგო იქნები აი ტანზე რო დაიხატე ესე რა თქინდა აბა რა გინდა არა ვიცი ხო ეგ შეიძლება ხომ რაღაც ბიჭს რო საყურე უკეთია და აი ისე აი განსაზღვრავენ ჩემ ვიზუალს ჩემ ანუ რა ანუ ზან არასწორია რა შენ თუ კომფორტულად გძობ შენ მაგალითად ჩვენ ლალისაც და რასაც მინდა იმას გავაკეთებ აუცილებლად მარტო იმისთვის რომ მე ვიყო მაგალითად ჩვენ ლალისაც ძალიან ბევრი ტატუ აქვს მაგრამ რა ვიცი ხო მშვენივრად გამოიგო ძალიან უხდება ძალიან ლამაზი ხარ ლალი მე მომემატა აპირებ გადასვლას უნდა გააკეთებაში ჯგუფი არ ვერასდროს შენ ამბავში რომ community შეკრა და რაღაცა იურთი ერთო ბავშვების და რაღაც ხო ანუ მაგ შემთხვევაში ჯგუფი უნდა გააკეთო ნახე რო გგონია რომ შენ კარგ საქმეს აკეთებ ცეკვავ და რაღაც მაგაზეც გამოხტებიან და ეს რა არის ეს რა ტრაკი ბოდიშე რა ტრაკის ნებებია და ანუ აი საშინელება რა ანუ ეს სფერო საქართველოში ვერ მიიღეს და არც მიიღებენ რა რა ტრაკის ნების სფერო მაგას ვერ მიიღებენ მე სფერო რა იმიტომ რომ რა უცლებით უფრო მე ანუ გულისხმობ იმას რომ აი ჩვენ პროფესიას არ გონიათ რომ ეს პროფესიაა რა გონიათ რომ შენ ცეკვავ და ერთობი თუ რაღაცა რეალურად ანუ ძალიან ბევრ შრომობთ ამისთვის ქორეოგრაფები ვინც ვართ და ძალიან დიდი შრომა დაგჭირდა რა მთავარია კარგ ხელში აღმოჩნდა ეხა მე რო დავიწყე ცეკვა ერთ სტუდიაში მივედი
მე დენ სტუდიაში მივედი და შენზეა დამოკიდებული რა, ანუ როგორ იშრომებ და როგორ რას გააკეთებ და რა თქმა უნდა, კარგ ხელში უნდა აღმოჩნდე, რომ მე დაგიფასდეს ეს ყველაფერი. ეგრე გაიზარდა ბევრი ქორეოგრაფი და თითქმის ამ პროფესიაში ვინც ვართ რა. ხო. რა ანუ შრომის garaშე, ყველა პროფესიაში ხო ეგრეა, რომ შრომის garaშე ვერაფერს ვერ არაფერია და ოკეია, მაგრამ ამას მაინც ისე გიყურებენ რა, შენ ცეკავ და რა გენაღვლება. ქალო, რა ცეკავ და რა მენაღვლება. ხო, მიდი შენ ის აი შენ რაღაცა უდადელი ხარ თუ რაღაცა და არა ამ დროს რა მაინდა დაუფასებელი რო არის ეგ გასაგებია ერთ მხრივ, მაგრამ რამდენად მოთხოვნადია, ანუ რეალურად რამდენად დაინტერესებულები არიან ეხლა რაც TikTok-ი მოიხოდა. ხო. გონიათ რომ TikTok-ის ტრენდები არის hip-hop-ი. რეალურად არ არის ეგრე. ეხლა მე ჩემ სტუდიაში როცა ბავშვი მოვა და მეტყვის რომ იცი რა, მე TikTok-იდან გიყურებთ და TikTok-ზე რაც საკვებიც არის იმას მასწავლი, ეს არ არის TikTok. ტრენდები არ არის hip-hop-ი. იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ბევრს შრომობთ, გახართ, ცეკვას დგავ. ეხლა მე ეგრე გავიზარდე და ეგრე მასწავლეს რომ უნდა დადგე, უნდა ისწავლო, უნდა ალსა ცეკვა დადგა და ამ დროს TikTok-ი რო გამოგიხდება და აი 15 წუთში რაღაცას რო კრინჯობას რო გააკეთებ და ეგ რო ვარდება და ის რო არ ვარდება რაზეც მართლა შრომობ, აი წვალობ და რაღაცა გინდა არ გინდა, მაგრამ რაღაც პანჩი აი ხო, ნუ იმიტომ რომ რეალურად ხარ მოთხოვნადი რაც არის ეგ არის TikTok-ი რაც გავარდა, ესე ვთქვათ და გახდა პოპულარული, მაგის მერე უფრო გაიზარდა hip-hop-ზე მოთხოვნა კი. ხო, მაგრამ რეალურად ანუ ეგ მარტო იმაში არ არის, ანუ ხალხს უფრო აინტერესებს გართობა, ანუ მარტო hip-hop-ის მომენტი ორი კატეგორია რა. ოქტომბერზე ჩვენს რო გადავიღებთ იმას სცენარულ ვიდეოს, რომელზეც ძალიან ბევრს აზეც ვიწვალებთ, ხომაშავდებთ. აი გავიხევი ჩუაზე და შეიძლება 3 დღე, 4 დღე, 5 დღე რავი რაღაცებს ვიღებდეთ ხოლმე. მონტაჟის ცალკე ხო, რაღაც ამ ბევრი შრომა რასაც სჭირდება, შეიძლება ძალიან ცოტა ნახვა კონდეს, ძალიან ცოტა გამოხმაურება. ეგრეა. მაგრამ ყველაზე კარგი მანდ რაც არის, ჩვენ ყველასთან ექვსიამოვნებს ხოლმე და არ გვაინტერესებს ხოლმე ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ პროცესით უნდა იკაიფო რაც თავი. რაღაცას გადაიღებ და გლობალზე ვარდება და ამ დროს შენ შრომობ და ანუ მაგ ძალიან ბევრი რაღაცა მაგ სფეროებში უფრო აინტერესებს ხალხს. იცი ხან მე რო დამივარდა ის არის. აუ კი, მათხოვე, კაი. ხალხს უფრო აინტერესებს გართობა და ნაკლებად აინტერესებს სერიოზული. ორი კატეგორია არის სამოყვარულო დონე, არის პროფესიონალურად. მე მოსწავლეები მიყავს, ისაც უნდა მართლა რომ გააგრძელოს პროფესიონალურად სტუდიები გახსნას რაღაცა და პერსპექტივა რა არის მაგაში, ეგ მაინტერესებს. აი როგორ გითხრათ? ქართულზე გითხო მაგალითად, ანუ პერსპექტიული საქართველოს სხვანაირად გვესმის ეგ სიტყვა და რამდენი მოცეკვავე იცი პარლამენტში რომ ჯდარა. აი პერსპექტივაზე თუ საუბრობთ, სადმე რამე ეგეთი თუ არის დაფიქსირებული. ფეხბურთელი ვიცი რომ ჯერჯერობით არა. ფეხბურთელი შემდეგ ნაკადში აქვს. არის, მაგრამ აი მოცეკვავე გამახსენე. ანუ არა პერსპექტიულია, დაანებეთ თავი ამ ყველაფერს. ის რა მინდა და მეკითხა წეგან ის 16 მილიონი ნახვა ქონდაო 14 მილიონი 14 ნახე როგორ გაუზარდე უცებ შეიძლება 16 ახუ ცოტნემ რა შეიძლება გააკეთოს ისეთი რა გააკეთე უბრალოდ ჩენ ეგეთი რომ ეხლა მე ცოტნეს იგივე გავაკეთებინო და ჩვენს დავაგროვოთ 1-3-4 მილიონი ნახვა მე შენ იმდენ რომ გაკეთებინო ცოტნე შენ მიყვარხო ხო გრაზე საუბარდეთ მე მზად ვარ ყოველთვის ეს წეგან რაც მანახე ეგ ვიდეო იყო არა ეხა განახე Instagram-ზე ხო ეს ნუ ეხა TikTok-ზე მილიონები არ მაკლია ისე გვანახე თუ მინდა და TikTok-ზე მილიონები არ მაკლია ხო TikTok-ზე მილიონები არის 5 მილიონი 14 10 მილიონი აი და ლაიქებიც მილიონი 100,000 ეს ერთ-ერთი ტრენდია ძალიან გავარდნილი აქ ერთად უნდა ვიყოთ ანუ ცოტნე ხო იმიტომ რაღაც სამი არის აქ არის უკვე ჩემი ქორეოგრაფია გავარდა და ნუ აი ეგ מחარებს ხოლმე რა მე ჩემი აუდიტორია მყავს ცეკვით რა უკაი სამი იყვნენ და დავიმატო რა თუ გაინტერესებს ბოლო ვიდეო რაც იყო მაგას ვერ ვიზარ შანსი არა აზმო უშანსოთ მე აი სახალხო ცეკვები რაც არის ხო იცი აი როგორ სწავლ ხო და ესა სიგარეტი არა სიგარეტი გარჭობილი ის რა ბიზოლოვკა სიგარეტი გარჭობილი ბიჭო ეგრე ასე ყავრო კიდევ არ ეწევა ადამიანი ოღრაში გასა თუ მაინც ირჩობენ მაგრამ არა ეს ბიჭო ეგ ხო ეგრე არის აქვია
ხელოსნებიც ხო ესე აკეთებენ ხო თან ეს მოტიკული თვალი როგორ გებოლება ტელეფონი რო უჭირავთ აქ ან ესე არა არა თვლია მე ახალწელს ვსეკვავ ხოლმე მე არ ვეწევი რას ახალწელს აჭარულს ეკვავ ეგ მახსოვს მარტო ერთი სეკვაზე დავდიოდი მე არ ვიცი ხო არც ერთ სეკვა არ ვიცი სეკვაში ძალიან ქორწილის და აი ქორწილში ვიცეკვებ რა ესა ვიცი მე მიყვარს ლესგინკა ჩვენი სტუმარი იყო რომელ მეტროებთან ცეკვავ სად ხოლმე იყო თავისუფლების მეტროსთან როცეკვავდნენ მე როცეკვავდი ლესგინკას რა სიძახით ბიჭექ ლესგინკა ან უნდა იცეკვო ოქტაგონზე მოგების მერე ან რომელიმე მეტროსთან არ მგონი რომ სხვაგან იცეკვებოდეს მე მაინტერესებდა სად არის ნინას სტუდია პირველ რიგში ჩემი სტუდია არის გლდანში სითიმოლის უკან გლდანში სიტო მეტროსთან ანუ ლესგინკა ლესგინკა თურმე ხო ოკეი გასაგები საიდან სად უსწავლია ბიჭო უნდა შემოვიტანა კურსები ლესგინკას კურსები რო ჩავდი ერთ დღიანი ერთ საათიანი შეგიძლია იმიტომ რომ ძალიან მარტივი დასამოხმებელია აი ლალიც ეყოს ხოლმე კარგად მიდი ლალი გააკეთე ეს გული არიცი ეს არიცი ხო და ის რა ქვია კიდე მაინტერესებდა ჩემი და ცოტნესნერი ბოთე ხალხისთვის თუ გაქვს რამე კურსები თუ 1+1 საფასო ფასტაკლები 1+1 არ ვარ შეგვიძლია 1+1 იანვრიდან მაგ მართლა 1+1 და თქვენ შეგიძლიათ არა ჩემი ცეკვა ეხა აი როგორი შანსი არა იცი არა ფრის შეუძლებელი მე ვცეკვავ მარტო თვალზე ბარში თუ კაი თვალზე შპაგატში ვიძები ის რა ქვია მონდომების აბა არიან მართლა რა ასაკიანი ხალხი 5 წლიდან ზევით არის ჩემ სტუდიაში მიყება ყველაზე ასაკიანი ვინ გყავთ ყველაზე ანუ ვინ რა ხო რამდენი ყველაზე 40 წლის მოსწავლე მყავდა ინდივიდუალურად ვასწავლდი ჩვეულებრივ ცეკვას მაგრამ ხო ნუ მაგრამ ხო ნუ ინდივიდუალურად ვასწავლდი ისეთ როდესაც კადრშუკან 40 წლის მოსწავლე გაუტყდა ის რა ფერია ხოლმე ციფრებია არა უშავს ზოგი ხო არა შენს გაქვს შანსი რომ ანუ ასაკიანი რა ანუ მაღალ ანუ ყველაზე დიდი ასაკის ყავდა 40 წლის უფრო მატარებს შერმენ ხოლმე იდეაში ოკეი საიდუმლო თუ არ არის 6 წლიდან 18 წლამდე 17 წლამდე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა ეხლა რა ბიჭები გოგონები ბიჭებს არ ვასწავლი არა მე რა მაინტერესებს არ ასწავლი არა თუ მოპატიჟებოდი წეგან მოდითო 1+1 ბოთეებიო და ბოთეებს ასწავლი ერთ გაკვეთილს გაჩუქებთ გეები ხო არ გვითხოვნა ქართული გეი არ არსებობს მოის მართლა მარტო ის არის ხო ნუ იცი რა მომენტია იცით 6 წლიდან 10 წლამდე მივიღებ ბიჭებს მაგრამ არის კატეგორია რომ აი უბრალოდ საცანცარო დადიან მიხვდით ხო ნიკედა გვანიშნულ არის რომ რაღაცა სერიოზულად თიც ესე აკეთებს და არ ვიცი რა სიჩნობს რა გინდა შერმანიში მე რა შუაში ვარ თქვი რა მე არა სხვათა შორის ქართულ ზეკვაზე რო დავდიოდი ცალკე ვარჯიშობის ქართულზე დადიან ვერზადებოდი ბიჭები ცალკე გოგოები ნუ გააჩნია ხო მე არ ვასწავლი ბიჭებს რა 5-დან 10 წლამდე შემიძლია მივიღო ბიჭები 10 წლამდე ხო იგი ძალიან ინდივიდუალურია ზოგს მე ცოტა ზოგს მანამდე შეგიძლია ვიღაცები დატო ძალიან მომენტია რა აი შემოდიან საცანცაროდ და არ მქონია გამოცდილება რომ და გადავწყვიტე რომ გაღუნეს კი და საერთოდ არ მივიღო ბიჭები რა და მე ის მაინტერესებს ვირიდებ იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოგო მყავს და არ მინდა რომ რაღაც დისკომფორტი კონდეთ და გადავწყვიტე რომ ბიჭები საერთოდ არ მივიღო რამდენად განსხვავდება ბიჭისთვის სასწავლებელი ჰიპ-ჰოპი ანუ ჩვეულებრივი მომენტია მონდომებაზეა მანდაც რა არა რაც გულისხმობს ეხლა მაგალითად ცეკვაზე ბიჭებს ასწავლი და ბიჭი გოგოებს გოგო არა აქ გოგო გასწავლის თავისუფლად შეიძლება რომ მოძრაობები კი აჰა იმიტომ რომ იქ არ მინახავს რომ ანუ ჩემზეა დამოკიდებული მოძრაობას როგორ გასწავლი რა შემიძლია გადაკეთებაც გოგო შკურით შემიძლია და ანუ შემიძლია რომ ეს ვიყო და შემიძლია ის ვიყო და შემიძლია ხო რა ნახე ორივე გავაკეთე მე ძალიან ხო გაუქვთ კიდე რამე კითხვა უკაცრავ დროდან საყვარელი ფილმი საყვარელი ფილმი იმას რა ქვია Street Dance. Step Up-ი. ყველა ნაწილი. Channing Tatum-ი რო თამაშობს ეგ Step Up-ია? პერა. მართლა? ხო, მაშინ მე მესამე შეჭდება.
მესამეში ჭდება? მე მეგონა იმას იტყოდნენ. ჩემი დათომი კიდე სად თამაშობს, სადაც ცეკვავს როგორ? Magic Mike, ხო, Magic Mike. ეგ ჩემი საყვარელი. მე Magic Mike. გიყვარს ბიჭები როგორი ხთიან, ხო? ხო, ძალიან კაი მუსიკა აქვს და ძალიან დიდი მადლობა გიორგი. მეგობრებო, ეხლა გვაქვს თამაში. მართლა მითხარ საყვარელი ფილმი, კი არ მიხუმრე. ფაფი. მართლა იგივესება? ნუ პროფესიიდან გამომდინარე. ეხლა ახალი გამოდის. ბოლოები ჩავაგდე ცოტა. კი, ლესგინკას წაკვენ. ყვება რა. მეტროსთან. გადავდივარ თამაშზე. თამაშის შინაარსი არის შემდგომი. ეხავე მოგვიყვებიან უმაკ ყველაფერს. ლალი. იგრიგობით უნდა იმღეროთ სახალხო ან საშობაო სიმღერები ნებისმიერ ენაზე. კარგად ბრძანდებოდეთ. პირველი, ვისაც შეშლება, სვავს ორჭიქას, ხოლო ყველა მომდევნო ვერ გახსენება თითო ჭიქას. ანუ ჩვენ აქ ძალიან დავძრავით. სულაც არის ჩვენი სა. მე ვიწყე? რაგენა? Last Christmas I give you my heart. ნუ ყვები ჩაგეთვალა. I give you away. ერთი წამით დრო ფიქრის დრო ხო შეიძლება ახალი წლის ჯადოს ნურღამეს როცა ბალიშის ქვეშ შეღო პატარა ხელს მადლობა ორი რატო იმღერე? ანუ მომაწოდა დამეხმარა ადამიანი ჩემი თენდება აკა მომღერი რა გინდა მოდი მარტო იმღეროს და ჩვენ დავლებთ რომ თან გავერთობით აი მიდი მოხა თენდება ანუ არის ხლება იმიტომ რომ ორი დავეხმარე ლარი შენი ჯერია ვართ შენი გვეხმარები და დაგისხა თოვლის ფანტელებო ზეთრადომდაბი Happy New Year da 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 la 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 ამინძრა მოიცა არა ვიცი არა არ მინდა კარნახი კაცო სახალხო საშობაო ხო 25 დეკემბერს ქრისტეს jingle bells მე რელიგიას მომივაწევს ფაქსალმა ეცელი ჩავამთავრეთ ველოდებით უკეთეს აია ოქტომბრის სახალხო წელს ვაქცინას ყველანი გავიკეთებ მეტი თოს 53 ვაციდან თოს მეგი შენთან მინდა ესენი არის ალბათ I don't wanna laugh for Christmas მე დავსერჩე რომ მოდიოდი მგონი ორი ჭიქა იხოდება რუსულს გავაძრობ ეხლა მე მაიცავ ის რა არ მახსოვს новый год все мечты исполнит новый год სახელი რო თქვა ეგ არ ითვლება არა უნდა წაიმღერო ვერ ვიხსენებ როგორ ღიღინებენ ის ცოტა შესავალი რო გავაკეთო მარტო პაროლი ჭირიბაში ჩუჩხელა შოკოლადის პილა მოგილოცავ ცუხველას ახალი მე ამოწურე ჩემი ორი ჭიქა იხოდება ორი ჭიქას ვერ დავლავ აი როგორი ლო იყო აი დაგეხმარები მე რო დაგეხმარეთ კაი იყო შეხო დამეხმარეთ ეს დაგეხმარება პირველი წრე ჩემი დამსახურებით გაიარეთ არა მე ამაზე ჩეკისწორე და ჩემს უბრალოდ გასწავლე wish you the merry christmas we wish you the merry christmas and a happy new year მე ვარა ბინდოდა მე მააკერტი რეზერვი აუ ძალიან კაი იყო ის იაპონური ტრადიციული კონჩანშინ ჰონდანში არ გაჭრა აი შალაფაია დამენძრა ის ტინკინგილინგინ სამი დან ის ინდოსები რომ ღერია კინკინგილინგინ იმღეროს მე კი ჩამითო აი გარსებობს მართლა ის ხო არ ყოფილა ჯერ ახალი წლის ჯადოს ნურღამეს სწოპა იყო უკვე კი ჩემი სწოპა იმღერა ვინმე მაშინ სწოპას მეორე სწოპას ახალი აუ ის შუა ქალაქის ის აუ რომელი 3 2 1 მალე ახალი წელი თავზე დაგვათენდება როგორი მეკლეც მოვა ისე დაგვებედება თუ შემოვა ამერიკა მეყოლება ტყუპე აი ეს ხომ მე ჩამეთვალა
გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი იმიტომ რომ მე და შენია იცოდე ამაღა მაგრა ჩაგეხუტები იმიტომ რომ ახალი წელია ბასარი არა მე ხო ვიმღერე მალე ახალი წელი თავზეთ შემდეგი ეს ეხა ბრძოლობდი ჩემი კაი მეტი აღარ ვიცი მართლავს მე знаю я მე ხო ვიმღერე წელით მე უნდა მომეგო ეს უსამართლობა მე მოვიგებდი მე კიდევ ორი მქონდა Переливай малая горьких слез. აუ ეხა გამახსენდა რაღაცა გალობლები დავაი ორი ქარმა ვერ დავლევ ორს აი ორჯერ დავსხა აი მაგას ვერ მივხვდი მე მე არ ვაწყენებ გიორგის და ორს არ დავალევებ და ერთს მე ავიღებ შემდგომ შეხო ამასაც ხო დასალევი ერთი კი სხვა დალია უკვე ვაიმე რა სწრაფად დალია როგორ ვერ დავინახეთ მოდი და მე დეპრესიებში ბრძოლოთ დაგჭირდება ერთად ვებრძოლოთ არ არის პრობლემა აუ მე ჩვენ ილოცავთ ახალ წელს 26 ყველაფერში საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის შენთვისაც ჩვენთვისაც და ვინც ვართ აქ ყველასთვის და ოშე კარგი წელი ყოფილიყოს მთელი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული ჩვენი ქვეყნის იქით ყველაფერი დაო შეიგინა ბოლოს აუ მარს გიორგი ეს შენ ჩიქას მე დავდო ხო არ ხარ წინა მიდი მადლობა გიორგი კაი თამაში იყო ძალიან კარგი გავერთე მართლა ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა რომ საუკეთესო კომენტარის ავტორებს გადავცემთ საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებებს და სტუმრებსაც რა თქმა უნდა ავტორებთ არასოდეს საჩუქრების გარეშე ეს დიდი მადლობა და ახალი წლის ამ ბავში საჩუქრად ასევე გადმოგცემთ ეს ჩვენს მეგობრებს ძალიან გავუხარდავთ ანგოსტურა ალკოსპეროსგან ეს რომი ალკოსპეროსგან სპეციალურად ჩვენ და ძალიან დიდი მადლობა ხოლო მაყურებელს რაც შეეხება ჩვენ წინა გადაცემაში დავაანონსეთ რომ ვინც დაწერს ყველაზე სახალისო მოგონილ საახალწლო ტრადიციას მას საჩუქრად გადაეცემა როგორც ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები ასევე ორი ბოთლი ცქრიალა ღვინო ალკოსპეროსგან და გამოვავლინეთ სამი გამარჯვებული და გიორგი გთხოვ რომ წაიკითხო სხვათა შორის ძალიან ლამაზად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ აი ეს კერტი ცალი მოიწონა არა ვაჩუქებ შენ ფოტო მოიწონა არ დალევ შენ ის ცხრიალა ღვინო არ უყვარს აი ნახეთ რატომ ამეწონა პეპლები კეთქო ეგრე პეპლები გამოგეჩინა ეგრევე გაჩუქებ მადლობა ძალიან მიყვარს პეპლები და აი არ გახსნა მაშინ ტიკო არის გამარჯვებული სინგაპურში ახალ წელს პოლიცია ალკოტესტს უტარებს გამლელებს ვინც ფხიზელია ან ძალით ასმევენ ან აჯარიმებენ მოგონილია როგორც ცოტა შემდეგი საცხოვრებელი ადგილი რა აზრი აქვს ანუ ერთხელ დამალევიებენ და მერე всё ასისტებით უნდა იარო ახალ ზელანდიაში ყოველ 25 დეკემბერს მთელი ოჯახი ჰაკას აკეთებს და ოჯახის უხუცეს რაგის ბურთის წვეტზე სვამენ უღრმესი მადლობა რატო მეგობარო რომ რა ქვია მეგობარს რომელმაც ეგ დაწერა good boy კარგი ბიჭი ხარ შენ მას ახალწლო ტრადიციას რაც შეეხება ესე იწყება უკვე მრავალი წელია ოჯახის წევრებს სჯერათ რომ სახლში შევხვდებით ასე 10-სკენ რო ვიკარგები 2 დღეში პოულობენ ხოლმე სახლის პირობებში თქვენ ნუ გაიმეორებთ და აფასეთ ოჯახი ვა ახე თან მოწოდებაც არის და თან მოგონილი ტრადიციაც მაგრამ ვინ არ ხვდება სახლში მე სახლში ხვდები სახლში რა ოჯახის რომელიმე ოჯახში შენ სად ხვდები არა შენ სად ხვდები ამაში რა მაინტერესებს ამის წელს ხვდები ჩემს მეგობრებთან ერთად არის ცოდეს არა სად სახლში კი სახლში შეხვედრა ოდებს შეხვედრილ ხარ სახლს გარეთ ახალ წელს კი მიცეკვია კორპორატიულებზეც გიწევდა ხოლმე ხალხულები მინახავს ეგრე არა მაგრამ ისე არ ვიცოდი ძალიან მურტალია რა თუ არ გაქვს ხოლმე ეგეთი ზედმეტად აი მურტალზე რა გითხრა არ ვიცი მაგრამ არა რაც გულისხმობ იცი სახლში არ შეხვედრას სამეგობროსთან ერთად არ შეხვედრას რა მუშაობა ახალ წელს რა მაგას გულისხმობ ნუ ჩემი პროფესია ესეც ან მურტალია პროსტ ბიჭო მურტალია ხო რავი ხე მე არ წარმომიდგენია ახალ წელს სახლში არ შეხვედრა ჩემთვის ძალიან ისეთია რა სახლში და მე სახლში რა მეგობრების წრეში ან რაღაცა ანუ მუშაობდი ახალ წელს ანუ რა გევასებას ახალ წელ კერძი შენ არ გევას გიტყობა რომ რამე ჭამაგიყვარდეს საერთოდ მაგრამ
რას რატომ მოიგონე? ძალიან გამხდარი ხარ. ოლივიე ხაჭაპურთან ერთად. ოლივიე ხაჭაპურთან ერთად? ვა, რაღაცა ნახე უცნობად ხო. ოლივიე ხაჭაპური. ოლივიეს სალათი ხაჭაპურთან ერთად. ოლივიე მაინდა-მაინც ხშირი ის არ არის, რა ქვია. მე ჩემთვის საახალწლო სალათია ეგ. არა, კი, საახალწლოა. საახალწლო ან აუცილებელია რომ სუფრაზე იყოს, მაგრამ გასვენებ. დიდად უყვარდეს ხალხს და პირველად გავიგე. იმაში შეცდი. ძალიან მიყვარს ჭამა. ძალიან მიყვარს ჭამა. მამა პაპური ჭამა მიყვარს. ო მომენტ შენ რასაც ხე იქცე ყვავდა რასაც ვიღაცებს ასწავლა. ძალიან მიყვარს ხინკალი, ქაბაბი, მწვადი, კარგი ხაჭა. კარგ кейპს რამე ჯობია ვაფშე. გიორგიმ ჩამოასხა სასმელი. და ნინა იტყვის სადღეგრძელოს და დალევს. დავай. არა, სადღეგრძელო რა არის, იცი, ჩვენთან ტრადიცია არსებობს, რომ ერთი სადღეგრძელო სტუმარმა აუცილებლად უნდა გყავს. და გისმენთ. და ზახან თქვი რომ სადღეგრძელოები მე გენაცვალე არ მეშლებაო ეგეთი. გაგიმარჯოთ. მას პინძლებს. მადლობთ. მინდა რომ უდიდესი წარმატება გისურვოთ და მინდა რომ 26 წელი სრულების წელი იყოს. ძალიან გულშემატკივრობთ. ჩავიფიქრე სურვილი. და წარმატებები. მადლობა ძალიან. ეს ჩავიფიქრე. შენს წარმატებები, შენს გისურვებ, რომ ყველაფერი კარგი ყოფილიყოს 2026 წელს და წარმატებები შენ საქმეში, შენს სფეროში და პირად ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა ასევე. სიმშვიდე, სიკეთე და ბედნიერება და ასევე ყველას ჩვენს მაყურებელს, ნუ გიორგის გარდა, ეხა გიორგის ვერ ვიტყვი. ისედაც წარმატებული და ბედნიერი ადამიანია. ისედაც. მოდი გაკეთე. ეს რო ჩამისვათ გეი კოლაში რა. მე მეყოფა დღეს გეი კოლაში. აუ დღეს რა დაუდეს ამას ვაიმე. გოვკასთან ერთად რომ ვიღვიძე. ექსურაცი ამოვანათოთ. გენიალური იყო. კასპი 20-22 წელი და ამის და ვოვის სურათი არის ერთ საწყალში როგორც შემინდა გოვკასი დღეს ვიდეოში გვაქვს იდეაში რაღაც გამოყენებული და მაგალითად ყველას გენოცვალი შემოგვიყვართ ყველაფერს ავკეთო 26-ში რა. მართლა უნდა მივახციოთ იმას რაც გვინდა. ოღონდ ისე შრომით, წმენით და რაღაცეები რა. წმენა ოღონდ ისე საკუთარი თავის წმენა რა თქმა უნდა. თავარი ეგჯეროდეს საკუთარი თავის და ეგრე ყველაფერს მიღწევა შეიძლება. სხვათა შორის მეგობრებო 50000-ზე რო გარდა გიორგი კალატოზის მოყვანის სტუმრად მოყვანის გარდა კიდე გვექნება ძალიან ეს რა მომივიდა და გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და 2026-ში ძალიან გვინდა რომ მივაღწევთ 50000 გამომწერს და 50000 გამომწერის მერე მივაღწევთ 100000 ამის თქმა უნდა და საქმეს 50000 გამომწერზე ბეტსონი შემოვალთ და მაგის თქვა მინდოდა Really? იმ დღეს რა მომივიდა იცი? კორპორატიულზე ვიყავით ბეტსონის რა და ფინანსური ვინც არის ბეტსონის მე და ეგ ვწევდით ხელს და მეთქი დავაი მეთქი 40-ზე შემოდი მეთქი ხელი თუ გადაგიწია მეთქი რა იმიტომ რომ ერთხელ გადამიწია და მე მეორე ის არის და ბიჭო ეგო დაიკიდო ბაიკერია ისიც რა ხო და ისა ხელს თუ გადამიწევ ეხლა ბაიკს იყიდი ეგრევეო რა და ვერ გადაუწია თაწმინდის რესტორანში მაგის გვალი მაგიდები რო ფეხზე დასადგომის გაიგ გავტეხეთ თან ხელის გადაცემის პროცესში ხელის გადაცემის რამოდენიმე დღე ხელი მტკივა როგორიც და გადამიწია შეჩემოთან და 50000-ზე მეორე წელია უკვე მაღაზია ბაზარი მიდის 50000-ზე რო ახვალთო არა ჩა 24000 მალეა ახალ დღეს ხო ჯერა შენი მეც ჯერა თქვენი შეჩემა мотивация გინდა? აჰა мотивациაც ვარ. ეს არის წოდი ეს ამბავი შენ? მე მოტოციკლეთი წავაი. ესეთი კითხვა მექნება თქვენთან. ქალები უფრო მაგარი მოცეკვავები არიან თუ ქალები? რა თქმა უნდა კაცები. ქალები. რა თქმა უნდა კაცები. ჩემი აზრით ქალები. რატო რადგან უფრო თავისუფლები არიან მუსიკა რო ჩაერთო პირველი რო გარბიან საცეკვავოთ მაგიტო? ქალები უფრო შრომობთ. მუსიკა რო ჩაერთვება სადმე? ეგ არ არის ცეკვა, ეგ არის ტაშფანდური ხა. ტაშფანდური.
ხოდა ეხა ტაშფანდურით თუ არა, ის- განისაზღვრებაც ეკვა პროფესიონალურ დონეზე ჩემი აზრით ქალები. ეგ ობიექტურად ეგრე არის თუ უბრალოდ შენი გადმოსახედი? ჩემი აზრია. ხო, ანუ ესე იგი კაცები ჩემი- არიან. არა, მე ეხა ესე რომ მკითხო რა. ქალის ცეკვის ნახვა მირჩევნია. კაციც ეკვის. რა თქმა უნდა. ეგეც უღარ არა. დაიხდიდი. ხო ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ. რომელ ანუ რომ ის რა ქვია, გოჩა. ჩერტკოე. ხო, აბა ზოგიერთი ქართველი მოცეკვავე. ქართველი. მეორე კაცი გოჩასნაირი. დაჟე მეორე ვიცოღონ ისიც ჩერტკოევი კაცია. მაიცადე ამ ჰიპ-ჰოპში არა, ჰიპ-ჰოპში ვაფშე არ ვიცნობ არა დავაი. ვიცი. ყუპები. ყუპე, მე კაცები არიან. აი ზოდიაკოა მიდის პარამე შენ აშკარად შეგეშავა. არა, წარმატებული, აი ცნობილი კაცი მოცეკვავეები? არა, შენ ხო ამ ხალი, რომელიც ხალი მითხარი კარგი მოცეკვავე, ქართველი. არა, ერთ რომელ გიორგი, სფეროში? ეხლა შენ ძალიან სულად ამბობ წინგიზის სუხიშვილი. თუ გაინტერესებს რა. გააჩნიათ. არა, ბიჭო, ეს ახლა ამას მთელი მომავალი წელი დასამტკიცებელი ყველაფერი და მე სუხიშვილი. დამტკიცებს. სუხიშვილი. სუხიშვილი ვინ? ნინო სუხიშვილი. მეორე ვინ იყო? ილიკო. ილიკო. შემდეგი? რამე ისეთი უნდა უთხრა, რაზეც ის ოპერის და ბალეტის თეატრი გამახსენეთ. დარჩია. დარჩევინი არის. არ ვიცი, დარჩიაო და მეც აუ, სახელს არ ვიხსენე. შარლო? თეადარჩია. თეოდორჩია? ჭაბუკია. ნინა თედევა. დასამტკიცებელი კიდევ. გასაკეთებელი ან კიდევ. მეორდები ჯერ პატარა არის ცოტა. ჯემალ ჭკუასელი. ვინ არის ეს? ცნობილი ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე. ფრიდონ სულაბერიძე. აუ. რამდენსაც კიდე იდეს ჩამო. დაეხმარეთ ვინმე გოგო. ირმან იორაძე. ძუ არის? ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი არ მაგას ტრანსებიო ესე. ხო, ეგ ისტორია რამდენად მოსაყოლია. მაგარი მოგიყვე ხა, მიდახში გადაღებაზე ვართ, ბათუმში ვიმე რა დეცი. თამაში. არა. არა გასაგები ამ მნიშვნელობა თუნგენ როგორც გაგიხარდა. არ ვიტყვით ვიზა ყვებით. არ ვიტყვი ვიზა ყვებით. შენზე ყვებით. ანონიმურად. ჩვენი ოქტოპუსობა, ჩვენი გადამღებებით, იმეებით აი მე რაღაცა ის შევდივარ უნდა გადაღება იმის. დიდარი ღარიბი ის. დიდარი ღარიბსა გზაში მდიდრულად და ღარიბულად როგორ უნდა იმგზავრო თბილისი ბათუმის მიმართ. მაქვს ნახე. პავლიკა იყო, რომელიც საბარგული თუ ამგზავრეთ кайხანი. მე არ ვიცოდი სხვათა შორის ორბი ჯგუფის აი გარაჟი რო ქვია იმ ადგილს სადაც არის რო ესეთი ამბები იყო ბორდელი. ბარდელი რო არის ხო რა ვითომ რომ ინსტიტუტის ქვეშ და საქართველოში რო აკრძალულია ეგეთი დაწესებულებები და ყველაფერი სამი და ვიმფარველობს ბიჭო რა ხდება ის გამსა როგორ ვერ იჭერენ მაგას შევდივართ ჰოლში რა იქ სასტუმროში სადაც უნდა შეხვიდე რაღაც და ვიღაცა გოგონა ზის ნუ ყველამ რო შევხედეთ თავიდანვე აღვიქვით თავიდან ბოლომდე რა და მივხვდით რომ ხო არ შემიხედე გვერდზე ბიჭი იჯდა ძალიან ლამაზი და მე ვიღაცებს არ შევხედეთ ყველამ კარგად აღვიქვით რომ ტრანსი იყო რა ნუ ჩვეულებრივად რომ გავატარეთ გავიარეთ ჩვეულებრივად იქ მივედით და ერთ-ერთი ჩვენიანი შემოსასვლელში გაშეშებული დგას და უყურებს არაცდენ მუხლს არაცდენია აი მუხლისო ესე ხო უდევს ფეხები რა და აი არა გიორგი ვაღიაროთ მოდი ვაღიაროთ ძალიან ეფექტური მკერდი ქონდა ხო რაღაც მოდი პირდაპირ ვთქვათ რაღაც მომენტში იმასაც აცდა ხო მკერდსა შეხედა მან მართლა არ შესახედზე არ შევხედია ის პლანჟი არ დაუნახავს აუ მალე უნდა წავიდე მე კი გაწამო მალე უნდა წავიდე გამიშვიცე ხო ნუ მოკლედ ცოტა ხანში ავედით ნომრებში რაღაცა და ეს ვისაც ეს ძან მაღაზიაში ჩავალ ნომრებში ავედით ეს ვიზა ნომრებში ავედით კი სხვათა შორის ბიჭები დავწყობდეთ არა კიდე კაი 4 ბიჭი ვიყავით ერთ ნომერში და დიდი და ერთი გავიდა ქვევით გავიდა დაბლა ჯავიხედა ხომშიდობაო ბიჭობა იყო მართლა არ ვიცოდი ორბიში ქვევით ეგეთი ამბები თუ იყო თუ რამე აბლოკი რო იცოდეთ იქ გარაჟთან ახლოს ძალიან კარგი ბოლოს ის დაუმტკიცეთ რომ მეთქი არა აი გეფიცე აი მომას გაფიცებ მეთქი აი მიხვდი ახლა ოსლე ბრიცია ეკავა ხელში შეჩემა და აი ამას აკეთებდა აი
შემდეგი კითხვა ჩვენთან არაფერ შუაში არ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ ლალის ბრალია. შენი აზრით რობოტები რამდენ ხანში შეძლებენ შენზე კარგად ცეკვასო? როგორც ვიცი, ვიდეოც გვაქვს რაღაც, რომელიც შეგვიძლია გვანახოს ჩემო უსაყვარლეს მომშვენიერესმა. ლალი. რობოტი ცეკვავს, ხო, რა გიგურებს? ცეკვავს. ეხა რობოტი რო აი ამას ვერ იზამს, ვერასოდეს რა თუნდა ბაზარი. ბიჭო, რატო ვერ იზავს? ახლა ბუმერანგი გაკეთეს, ბუმერანგი. აჭარულის გასმა გავაკეთე რა. ძალიან შესანიშნავი ცეკვავს რობოტები. მაგრამ სანამ არ მიაინტეგრირებენ რობოტებზე თელ ტანს, სხვას არ არსებობს, რომ კარგი სანახავი იყოს, რკინა რომ მოძრაობს რაღაცნაირად. ადამიანის მაგრამ ნახე, კიდია. ანუ აი ამის გაკეთება რო შეგიძლია, აი ამის. რობოტი მაგას ვერ იზამს. რატო ვერ იზავს შეჩება? ნიჭიერი ხარ და რომ მოხვიდე ჩემთან სტუდიაში. ბიჭებს არიღებთ თქვენ და აი მაგაში. თქვენ ხო თქვით რომ ორი ბოთეო. კომების უმაგინე. არა, მოდი თუ შენ ბოთეზე აქეთ დავყავოსდეთ. ერთი სამის შენი ნათქვამი იყო ბოთეები და მე არ მიკადრებია, ხო? ხო, უბრალოდ მე უბრალოდ დაგეთანხმე. ეგრევე ბევრ რაღაცას ვკადრებ და კერძო დაეთანხმო ყველაფერს. ო, დათანხმება თუ წავიდა აქ. საგინებელი გავხდები. ანუ რაც შეიძლება თემას ჯართის ხროვა ჩემთვის ვერით. ანუ არ არის რომ ხებზე კიდია. მოგრეთ რობოტების არ ანუ ჩემთვის აბსურდია რა. აბსურდია. კი, მაგრამ ნახე, რობოტების არ ვიცი, მაგრამ ბოლო პერიოდში საგან ველოდები რამოდენიმე ფილმის გამოსვლას რა და ხელოვნური ინტელექტი მიერ გაკეთებულ ტიზერებს ან ტრეილერებს უყურებ. და იმდენად მიმსგავსებულია რეალობასთან, რომ ზოგჯერ რთული ხდება განსხვავება, განასხვავო რომელია ნაღდი და რომელი არის ტყუილი. მგონია რომ ცოტა ხანში უკვე იმ დონეზე მივა ხელოვნური ინტელექტი, რომ ანუ ერისიონის კონცერტი, ანუ სუხიშვილების კონცერტი შეგიძლია რომ მანახე ცეკვა და დაგიდგამს თლიანად ხელოვნურ ვიდეოს, სადაც ცეკვავენ იმაზე კარგად, ვიდრე შეიძლება ორიგინალში იცეკვოს ადამიანი. არა, ეგ სხვა რაღაცაა ვიდეოს ვაგიწყო. ნუ რობოტია ეხლა მაინამაინც რკინისტის ჩოვაკი ხო არ უნდა იყოს არა? მე მეშინია AI-ის ძალიან, ანუ ისეთ რაღაცებს დავენ ბოლო პერიოდში, რომ მე არ მეშინია რა გინდა წერა. ჩაჩიბიტი. აი სულ ცოტა ხნის რამდენი ხნის იყო 1 საათის უკან ალბათ ხო დენი ხო წავიდა. ხო. შტეპსელიდან გამოაძრო ფეხებზე კიდია მე ყველაფერი. ანუ ხო, ეგ ლოგიკურია. საშიში არაფერი არ არის მაგაში, ანუ ჩვენზე დამგდე. ხო და არა, მაგაში შეგახვევი. ნუ შეუძლებელია ეხა ხელოვნურმა ინტელექტმა დაიპყროს ზესტაფონი, იმიტომ რომ ყველაზე განვითარებული ტექნიკა არის უთო მანდ. ანუ ზესტაფონი მეგობარი მოვიდა და რო შემოვიდე შეიძლება. კიდევ ერთი თამაში გვაქვს. ოკეი. თამაში, რომელიც ლალიმ შექმნა, მაგრამ შექმნა. მაგრამ წაგვიკითხავს ჩვენი მეგობარი კატო. თუ შეიძლება პირველ რიგში გვინდა დაფები გიორგი, რომ დავარიგოთ. ხო მართალი ვარ ლალიკო. და თამაში შინაარსები შედეგი. შემდეგი. სფერი რომ მომცა შემდგი. ვარდისფერი ჩემია. მართლა ამისი არიტყუება. ვარდისფერი ძალიან მიყვარს ძალიან. მე ძალიან მიყვარს აი ეს ფერი, დალტონიკი ვარ, არ ვიცი რა ფერია, მაგრამ ეს ფერი ძალიან მიყვარს. ვარდისფერი დაფაა მე ხა. ხო. თუ კითხვაზე პასუხი სწორია, მაშინ არის ეს და თუ კითხვაზე პასუხი არასწორია, მაშინ არის ეს. კი, ძალიან მართალი ხარ. ნიუსების სათაურები იქნება და სწორი მართალი თვლილი შეგვიძლია. გურამიშვილს. გურამიშვილი, სანზონაში 114. ხო, 114 სკოლაში. რა ვიცი, თუ ოდესმე გამოიხედება მანქეთ ჩვენი სტუმარი და მეორე წამყვანი, ძალიან კარგი. მოგესალმებით პირველ რიგში. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ შევაგიერთდით. ახლა წაგიკითხავთ ნიუსებს. პირველი ნიუსი, ვაშინგტონში მემარცხენე აქტივისტები ითხოვენ თეთრ სახლს სახელი გადაერქვას და უბრალოდ The House დაერქვას, რადგან თეთრი სახლი რასისტულია. ოურასანდომიანი ხმა აქ აი უჭველი გონია რომ კაი იმას მე ხა როგორც არ მეტერს დავლებ. არ არის მართალი. არ არის მართალი? არ არის მართალი. აბა, გაგვიმართოს კარგად ვიყოთ, განაცვალეთ მიყვარხართ გაფასებთ. ნორვიჩში მძღოლი 130 კმ/სთ მიქროდა, რათა თავისი მონატრებული კატა მალე ენახა.
მართალია. მეც შეშმარიტება. მეც ჩემს საყვარელი კატისკენ ეგრე პიტალო. ჩეულები. შემდეგი. კარდიფის პოლიციამ გედები ხმამაღალი ყიყინის გამო ერთი კვირით დააპატიმრა. არასწორია. ანუ კარდიფის იდეაში გვიში აკრია და მაგიტო. გედები რო დააპატიმრა ნინა თავს არაფერი დაუშავა. შემდეგი, ოკეი. ბომბეის Facebook-ის ოფისში კომპანიამ გააკეთა საშხაპეები. სადაც სამსახურის დაწყებამდე თანამშრომლების ბანაობა სავალდებულოა. ბომბეი სად არის? ნინდოდი. ინდა. თუ სტარია. არ არის სწორი. ბომბეიში ახლა. რა არ არის სწორი? არ არის სწორი. და ძალიან გაგიხარდა. დუგინი პუტინს თავაზობს, რომ როცა მოკვდებიო, ლენინის მაგივრად შენი სხეული იყოს მავზოლეუმშიო. და ეს პასუხი არის სიმართლე. ის ოჯახი და რუსეთის კიდე ზემოდან თლიანად. მე ვიცი დუგინი რა კონტროლეგია. მეც ვიცი რა კუდუტლეკია არის, და მაგრამ შეთავაზებდა მაგას, მაგრამ პირდაპირ არ უთქვამს. ისე თქვა. ანუ მაგან თქვა ისე, რო ხო არის ოკლაჰომაში რობოტი მამლების ჩხუბი ლეგალური გახდა. ნანახი მაგ. სიმართლეა? სიმართლეა? ნანახი მაგ. სიმართლეა მე ყველა კი ვთქვი. არ თქვი შეჩემა. და ის არალეგალური როდის იყო? ბრაზერსი საათობრივი ანაზღაურებიდან პოზურ ანაზღაურებაზე გადადის, რამდენი პოზაც იქნება, იმდენ თანხას გადაუხდიან მსახიობს. არ არის სიმართლე. ანუ ეს ორი სვავს. ანუ სვავს. არა, მე ვიცი, მე ჩართული ვარ მაგ საკითხში, უბრალოდ ძალიან აია, რო ვერ გამოიწე, ეს არ უნდა იცი. AFC-მ ქათმის ფრთების კბილის პასტა გამოუშვა. კი, ნაყური მაგ კი არა და. სიმართლეა. ნუ იყובები რაღაცები, არ ბერი არ გქონს, ნანახი არ თქვა პროსტო. მაჩუქეს ამას. და სვავს. მოისვიდა. მდუმარე ბერმა 25 წლიანი მდუმარების აღთქმა დაარღვია და არაფერი არ თქვა. ეხა მე ვარ დასვამი თუ ფსიქოლოგიური გარღვევა. მე არაფერს არ ვწევ, როგორც იმან არაფერი არ. მე გადაწყვეტეთ. არაფერი არ ქანა. სწორია. რანაირად რა მოხდა? მეათე და ბოლო. გაიტრიაგინა. მეათე და ბოლო. უნგრეთში ყოველწლიური საფლავის ტვრის ჩემპიონატი ჩატარდა. უნგრეთში რა ჩატარდა? ყოველწლიური საფლავის ტვრის ჩემპიონატი. ეხა პრეზიდენტს რა ქვია მაგაცას? ორბანი. სწორია. რადგან ბედობაა თქვენთვის მეგობრებო, ჩვენ რა თქმა უნდა ცოტათი ადრე ვწერთ ამ ჩემთვის უბედობა არის. ესეთი რუბრიკა, სადაც გვინდა რომ სტუმარმა და ჩვენც ვიტყვით. ორი რამ, რაც არ გვინდა რომ დაგვებედოს 20-26 წელს. ცოტა უცნაური კითხვაა, იმიტომ რომ ხო. დაგვებედოს მოდი რაც გვინდა რომ აღარ ხდებოდეს 20-26-ში. რაც ხდებოდა 20-25-ში და აღარ გვინდა უკაცრავად ბოდიში. გავიგოდე ბათუმში ვარ. გავიგოდე ბოდიში, რაც არ გვინდა რომ ხდებოდეს 20-26-ში. რთულ მენტალურ ჯანმრთელობაზე რა ვთქვა? კი, ხო. შენნებას. ტირილი და აი რთული რაღაც ხო რა. მეორე არ გექნება ეგ მე და მეორე მარტო არ მინდა. რა ხო მარტო. ვაიმე. ამაზე რა თორფოს ხარ იქნებიო. ეგ ჩემს რაგნაგად დავაკეთებული ხა. რა უქნა აბა. მარტო არ ვარ, მაგრამ უბრალოდ პასუხა. მარტო არ ვარ, მაგრამ გულისხმობ, მივხვდი რასაც გულისხმობ, ხო, მივხვდი რასაც გულისხმობ და მეგობრებო, მოგეწონათ პასუხი. ნინასაც დაინახავთ. არ უნდა მარტო ყოფილიყო დავკო. რომ მივიდეთ, ჩავეხუტოთ და გავამხნევოთ და მარტო არ დავტოვოთ 2026-ში, არ უყვარს მარტო და დეპრესიულად თუ დაინახავთ, გაამხნევეთ. რა შეიძლება რომ გაამხნევო ადამიანი უცებ რომ მითხრა ქუჩაში რო არის ცნობ ტიპს. მე შეიძლება ბოლგარიაში რა ვინმე რო წაგეცეკვას უცებ არ გაგისწორდება. რა მოხდა იცი ჩემ შემთხვევაში? აი ესე მოდიან ხოლმე, არის კარგი დამოკიდებულებით, არის ცუდ. არავის გამო არის ტირო. ეგ აქნათ. არავის გამო არის ტირო და შეხო ცეკვავ, მიდი დაუარე. ყველაზე
საბედნიერო არის, როდესაც ქუჩაში ვიღაც ჩაგივლის და აი რამდენჯერ მქონია, რომ ვიღაცა წინიდან მოდის და აი რო გიყურებს თვალებში და შენს რო გააყოლებს და ის გიყურებს და რო გიღიმის აი ამას რო გაიგეც და შენს რო კი ბატონო რო ხდებით ხო რამდენად სასიამოვნო გზნობაა მეტი შეუძლებელია აი უბრალოდ ძალიან кайფია გიორგი შენ გისმენ რა არ გინდა რომ დაგებედოს 20-26-ში არ იყოს რაც არის ახლა რადგან 2-ო 2 თქვითო რა გინდა რა 2 თქვით მე ხო და გისმენ შეჩემო კაი რაღაცა თქვით რა არ გინდათ რომ დაგებედოთო ეგ არ გინდა რომ დაგებედოს დებილი ხარ შეშ რატო ბიჭო მე ვთქვი რომ სასიამოვნო ეგ მომენტი თქო და შენ თქვით ხო ძალიან ხშირი იყო დილით რო გამვდიოდი ხოლმე ბოლო დროს მახსოვს იმიტომ რომ აცაცივდა მოტოციკლის ვერ ქოქავდი ხოლმე იმიტომ რომ აკუმულატორი ჯდება ხოლმე მარტო ის ხშირად და არ მინდა რომ ეგ დაემბედოს არ მინდა რომ დაждდეს ხოლმე აკუმულატორი და ძალიან ცუდად რაც მახსოვს აღარ მინდა რომ კორპორატიულს ხელი გადამიწიოს ვინმე ეს უნდა ამოჭრა და ჩაუგდო არ მინდა არც ერთი არ მინდა რომ დაემბედოს ანუ არც რომ მოტოციკლეტი ვერ დავქოქო და არც ხელი რო გადამიწიოს ვინმე იმიტომ რომ დღესაც მткиვა გენაცვალე ძამია მეც რავი რაღაც დონეზე 20-25-ის შემხედარე მაქვს სურვილი რომ უბრალოდ იყოს ლოთობა აღარ მინდა შეჭებ ძალიან ისეთია მურტალია მაგრამ ერთის მხრივ საჭიროა მეორეს მხრივ არ არის საჭირო მესამეს მხრივ აღარ მინდა კოტოტლაკი ავიღო მე არ მინდა რომ ხალხი ფიქრობდეს მხოლოდ საკუთარ თავზე 20-26-ში და ითვალისწინებდნენ შენსაც გინდა რომ იფიქრო ურიერებმა რომ მე არ მინდა რომ ბადიესებში დაიარეს ეგ ქართველებს ეზღებოდეთ ერთმანეთი რაღაცა უაზრო მიზეზების გამო და უბრალოდ ვიყოთ ერთად მაგრა და კარგად ისო მადლობა სათო პაშილ ჩორტო აუ კაი ხო მეორე აღარა თქვენინო მეორე იყო მაგრამ ორი ძალიან დიდი იყო და ორივე ჩაატია ჩემი აზრით გილოცავთ ბედობას მე და ნინა ცოტნე სამწუხარო ცოტა მალე ჩაგვეხსნა და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. რა არ გინდათ რომ დაგებედოთ ბედობას, ამას თუ დაწერთ კომენტარებში, მოიგებთ ჩვენ პრიზს ლუდისას და ბავარიას ნაკრებს რა უპრეცედენტოდ ბევრი იქნება, ხო, როგორც ვიცი, ეხა ამ ვიდეოს ქვეშ გათამაშებს ძალიან ბევრს გავათამაშებთ რა. აი ეს სამს. რამდენი გავათამაშოთ ჩვენ თქვი ციფრი და რამდენი გავათამაშოთ? მოდი მე ვიტყვი. დავაი თქვი. 5 ძალიან ცოტა. ბევრს გავათამაშებ ძალიან მართლა. ძალიან ბევრს დაწერეთ კომენტარებში რა არ გინდათ რომ დაგებედოთ, ხო ეგ მითხარი. ხო, რა არ გინდათ რომ დაგებედოთ ეგ დაწერეთ და აქვე გილოცავთ ბედობას, მადლობა ჩვენ სპონსორებს, ლუდისას, ჩვენი წარმომადგენელია ლუდისა, ქართული ნატურალი ჩიპსი, ბავარია გალანძიურ ოჯახში იხარშება 300 წელზე მეტია, როგორც ჩემი ცოტნე იტყოდა და ალკოსფერო, რომელიც 25-ში შემოგვიერთდა და იმედია რომ 26-ში ჩვენთან ერთად იქნება. რაგაცინებს ძვირფასო. კარგად, მომავალ შეხვედრამდე. ცოტნე დამშვიდდი. რატო გეჩხუბე?